ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადების 11 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 1.300.000 ადამიანი კი იყუბება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სხვა რეგიონების მსგავსად რეგისტრირებულია კიბოთი ავადობის მატება. 2012 წელს პირველი მიმართვისთანავე დადებითი დიაგნოზი გამოვლინდა 670 შემთხვევაში, რაც 2011 წელთან შედარებით 7.7%-ით მეტია. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2012 წლის მონაცემებით სიმსივნური დაავადებით ავადობის სტრუქტურაში პირველი ადგილი უკავია ფილტვის კიბოს, მეორე ადგილი კი სარძევე ჯირკვლის კიბოს. მედიკოსთა თქმით, მოსახლეობის მომართვიანობის მიხედვით ქალებში მკერდის კიბოს, მამაკაცებში კი პროსტატის, ფილტვის, კუჭ-ნაწლავის კიბოს შემთხვევები ჭარბობს. მედიკოსები სიმსივნის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ და რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. რა მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო და ვინ განეკუთვნება რისკ ჯგუფებს, მათზე მთავარ გამოშვებაში ნახავთ. კომპლექსური ფაქტორების საფუძველზე ვითარდება სიმსივნური დაავადება. გარე ფაქტორები ეს არის თამბაკოს წევა, ეს არის დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კვება, სტრესები, შინაგანი ფაქტორები ეს არის გორმონალური და დიდი მნიშვნელობა გენეტიკური ფაქტორები, ეს მიდრეკილება ამ თუ მეორე სიმსივნის განვითარებას.